ბატონო ზურაბ, თქვენი არგუმენტები როგორი არის? რა რისკებს ხედავთ ამ პროექტში? მოდით ახლა გავყვეთ დეტალებს. პირველი, ჩვენი მსჯელობა რა ფორმატში მიმდინარეობს მაგაზე არის მნიშვნელოვანი 1-2 სიტყვა ითქოს. როდესაც ჩვენი ოპონენტები ახლა წარმოადგენენ კონტრარგუმენტებს, მათ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი. ხელშეკრულებას აქვს კომერციული საიდუმლოების სტატუსი. თუ ბატონებს ეს ხელშეკრულება გააცნეს, მაშინ საქართველოს კანონი დაირღვა და არ მგონია რომ მათ ახლა კანონი დაარღვიეს და კომერციულ საიდუმლოებაზე წვდომა თუ არ ქონდათ ისე გაეცნენ, ან მათ მოსმენილი აქვთ უბრალოდ ხელისუფლების წარმომადგენლების ნათქვამები, რომ არ ინერვიულოთ, ყველაფერი კარგად არის, ესე არის. სულ ეს ორი ვარიანტია, ან დოკუმენტს იცნობენ და მაშინ რა გავიგოთ საიდან იცნობენ, ან უბრალოდ როგორც აი ჩვენ ხარ ბატონო ზურაბ, შეკითხების მიმართვის საშუალება. არა, მე ამას რატო ხსნი მნიშვნელოვანი. შეკითხვას ასწავლ. ეს არგუმენტი არის. როდესაც მეორე მხარე გვესაუბრება, მნიშვნელოვანია მოსახლეობამ გააცნობიეროს, რომ მათი ამ თემაში ჩახედულობის საზღვრებიც ისეთივეა, როგორც ჩვენი, ანუ თავრობა გამოვიდა და გითხრა, რომ ყველაფერი კარგად. ეს ერთი. ეხლა მეორე. მე სერიოზული კითხვები მაქვს იმაზე, რამდენად სწორ ინფორმაციას გვაწვდის მთავრობა, მაგრამ მოდი ცოტა ხანია გვერდზე გადავდოთ და რაც საჯარო ინფორმაცია იქიდან ვიმშილოთ. ჩვენ გვაქვს ესეთი სიტუაცია ამ მომენტში საქართველოში. 2014-დან 2024 წლამდე ბუნებრივი მატება არ გვაქვს, ნულზე არის. ამ პერიოდში 230,000 საქართველოს მოქალაქით უფრო მეტი გავიდა საქართველოდან, ვიდრე უკან დაბრუნდა. ანუ ჩვენი დემოგრაფიული სიტუაცია, როგორც პრემიერ-მინისტრმაც თქვა, რომ შობადობა ცუდ დღეში გვაქვს და ვეთანხმები, მათ შორის მიზეზებზეც ვეთანხმები, არის კატასტროფული. ამ მომენტში გამოდიან და გვეუბნებიან. 16,000 ბინა უნდა ავაშენოთ, 16,000 ბინა რომ მიხვდეთ, დაახლოებით 2.5 მოსახლის კოეფიციენტით, ანუ households, რასაც ეძახიან ამერიკაში ეგრე რომ დავთვალოთ, ყველაზე მინიმალური თვითვლის შეიძლება, ეს გამოდის დაახლოებით 40,000-იანი მოსახლეობა. ანუ სადღაც გორის ზომის ქალაქს ვაშენებთ და იქ ინვესტორის ბატონი ალაბარის განცხადებით 60%-მდე უნდა გაიყიდოს უცხოელებისთვის. ბატონმა პრემიერმა ცოტა ხნის წინ თქვა, რომ აი პირველი გაყიდვები იყო და 300 პირველი ბინა გავყიდეთ და 52% გაიყიდა უცხოელებზე. საშუალოდ რომ გამოვიყვანოთ, მე მგონია რომ ეგ მეტი იქნება და მაგას ავხსნი, რატო იქნება უფრო მეტი მანდ უცხოელი, მაგრამ მოდი ჯერ გავყვეთ რაც გითხრეს. ანუ გორის ხელა ქალაქს აშენებენ და მისი მოსახლეობის ნახევარი უცხოელი იქნება იმ დემოგრაფიულ პირობებში, რაც მე ახლა ავხწერ, ეს არის საქსტატის მონაცემები, ეს ჩემი ფანტაზია არ არის. როდესაც მაგაზე ჩდება კითხვები და ვიღაცებს განგაშის განცდა უჩნდებათ, რაღაც გორის ხელა ქალაქია და მის ნახევარი უცხოელებით იქნება დასახლებული, ეს რომ გამოაცხადო შენ რომ არის ფუჭი, ტყუილი, ჭიქაში ქარიშხლის მოწყობა, ეს რამდენად მართებულია, ამას მე დაუტოვებ ჩვენ მაყურებელს განსასჯელად. მან გადაწყვიტოს ეს ჩვენი შიშები დასაბუთებულია თუ დაუსაბუთებელი. მე დარწმუნებული ვარ ჩვენ ხა როცა შევალთ და სტატისტიკებსაც წარმოადგენს მეორე მხარე ჩვენ ვიდავებთ და მათ შორის კითხვები არის იმაზე აქ ინვესტიციის ამოღება როგორ ხდება, რამდენად სწორ ინფორმაციას გვაწვდიან როცა ამობენ იმ ფასებზე რომელზეც იყიდება საერთოდ გათვლა რაზე არის და ასე შემდეგ, მაგრამ სულ რო ჩავხსნათ ჩვენი ეჭვები იმაზე რამდენად სწორ ინფორმაციას გვაწვდის სახელმწიფო, მათივე პარამეტრებით რაც გითხრეს, ამ დემოგრაფიის პირობებში ამაზე რომ ვიღაცა ნერვიულობს, ის არ არის არც პარანოით შეპყრობილი და არც მანიპულაციით დაკავებული. როგორც მინიმუმ ეს პოზიცია, რომ მარტო ჩვენი ჯგუფი კი არა, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ამაზე ნერვიულობს, დემოგრაფიულ და იმ შემადგენლობაზე, რომელიც საქართველოში შეიძლება ეს ტენდენცია რომ გაგრძელდეს, რაც გვაქვს, დაიდოს, ეგ სწორი შიშებია და როგორც მინიმუმ ხელისუფლებამ ამაზე ისეთი პასუხების გაცემას უნდა თავი დაანებოს, რომ არაკაცო თქვენ რაღაცა სისულელებს იგონებთ და უბრალოდ დიალოგში შემოვიდეს, რა ძალიან კარგია და მე მივესალმები. მე ვთვლი, რომ ყველაზე კაი რაც ბოლო წლებში გაკეთდა ქართულ პოლიტიკაში არის ეს დებატების გახსნა. მათ შორის რადიკალიზაცია ყველა თემის, მათ შორის ამ თემისაც იმიტომ ხდებოდა, რომ არ იყო ადგილი, სადაც ამ ყველაფრის განხილვა შეიძლება მოხდარიყო და როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ახდენდნენ, მაგალითად იმ ხალხის დემონიზებას, ვინც ამ კითხვებს სვავდა, ისე ჩვენ მხარესაც ჩდებოდა მე ეგეთი განცდა, რომ ამ ხალხს საერთოდ ლაპარაკი არ უნდა, შეუძლებელია და აქაც იწევდა გრადუსი. ამიტომ მადლობა თქვენ რომ დებატების საშუალება მოგვეცით. მე ქართულ ოცნებასაც ამ თემას უწონებ და დარწმუნებული ვარ რომ თუ ამ ტენდენციას გავყვებით, ნაკლები პრობლემა გვექნება მთლიანად ქვეყანას. საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამბობს რომ ეს იქნება ეკონომიკური ზრდის წამახალისებელი და სამუშაო ადგილების შექმნის დადებითი შესაძლებლობა. ეხლა დაუბრუნდეთ სამუშაო ადგილების ნაწილს. საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი სინამდვილეში ნერვიულობს არა მოჩვენებების გამო, არამედ იმიტომ რომ მათ ჭირდებათ სამუშაო ადგილი. თუ ჩვენ ავიღებთ დღეს ვითარებას
დღევანდელი მაჩვენებლებით უმუშევრობა არის 224,000 ადამიანი. 2012 წელს თუ შევადარებთ განახევრებული ეს ხო 450,000 ადამიანები დაახლოებით. მაგრამ მიუხედავად ამისა მაღალი მაჩვენებლები 20%-ში აისახება როგორც 39. ჩვენ ვლაპარაკობთ რომ Eagle Hills-ის პროექტის განხორციელების შემთხვევაში 6.6 მილიარდის განხორციელების შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ 24,000 სამუშაო ადგილის განხორციელების სტადიას. როდესაც ვსაუბრობთ თუ ვინ დასაქმდებიან, გავიხსენოთ კანონმდებლობა გამკაცრებული შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით და დღეს დიდას გქონდა საუბარი ასევე სამინისტროს უწყების მინისტრის მოადგილესთან, სადაც ამ ნაწილს განვიხილავდით და დიახ, ამ შემთხვევაში რამდენად აქცენტია გაკეთებული საქართველოს მოქალაქეების დასაქმებაზე. ბატონო ზურაბ, თუ გაქვთ რა თქმა უნდა შეკითხვები, მოდი ახლა გავყვეთ. პირველი, იმ რეპლიკაზე რომ ეჭვის შეტანა შეიძლება თუ არა, ზოგადად ოპოზიციის ფუნქცია თავრობის განცხადებებში, პოლიტიკებში ეჭვის შეიტანოს. ეგ საერთოდ ოპოზიცია მაგას თუ არ აკეთებს, ეგ არის ცუდი, თორე მე მოსახლეობამ ყველაფერს უსმენს და რაღაცა დასკვნები გამოაქვს ანაკეთ ანიკით, ამიტომ ეგ კარგია. ბატონო ზურაბ, რეპლიკებისთვის დრო გექნება? მოდი კითხვებზე გადავიდეთ. პირველი, აგერ მithქვა ეგეთი საინტერესო რაღაცა, რომ მუშახელის პრობლემის მოგვარება მოხდება ამ თემით. ამ მომენტისთვის ქართულ დეველოპერულ სეგმენტში უკვე არის მუშახელის დეფიციტი და უკვე ეხა რაც გვაქვს დეველოპერულ ბაზარზე, ნაწილი არის უკვე ჩანაცვლებული უცხოელი მიგრანტებით. ამას შესახებ ხელისუფლების წარმომადგენლებას გააკეთეს განცხადება და სექტორის წარმომადგენლებას. მეც გიდასტურა. კი ბატონო. შესაბამისად, როდესაც ხდება აპელირება იმაზე, რომ ქართულ მოსნებამ შეცვალა კანონმდებლობა, შეცვალეს კურიერებზე, ტაქსისტებზე და გიდებზე და ამას მე ქართულ მოსნებას მოუწონებ, ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო, ყოჩახთ. ოღონდ რაც შეეხება დეველოპერულ სექტორზე, ეგეთი რეგულაცია რომ მარტო საქართველოს მოქალაქეები დასაქმდნენ არ არის, შესაბამისად, უკვე რო დეფიციტია მუშახელის და რო დაემატება ეს პროექტი, გაჩნდება კიდევ უფრო მეტი დეფიციტი, კიდევ უფრო მეტი იმისი, ასე ვთქვათ, სტიმული, რომ უცხოელი მიგრანტები დასაქმდნენ და არა ქართველები, იმიტომ რომ ბაზარი ესე არის ახლა დარეგულირებული. შესაბამისად, თქვენი არგუმენტი რანაირად მიდის რაღაცა ლოგიკამდე, ხო, რანაირად მიდის თქვენი არგუმენტი იმ ლოგიკამდე, რომ ქართველები დასაქმდებიან, როდესაც ეხლა უკვე ქართველებს ამ ჩვენ არსებულ დეველოპერულ ბაზარში არ ყოფნის ქართველი მუშახელი და უცხოელებით გვაქვს ჩანაცვლებული. ეს ლოგიკური კითხვა. ორივესთან გაქვთ შეკითხვა, თუ მხოლოდ ბატონო. ვინც ეს ინფორმაცია გაჟღერა, მასთან მაქვს შეკითხვა. კი ბატონო, და მოусმინოთ ამ შემთხვევაში ბიზნესის ხმასაც ამ ნაწილში და რა მაძლევს იმედს ბიზნესის და ხელისუფლების ამ თემაზე დიალოგი, რომელიც შეხვედრებთან ძირითადად რეგულარულად ვესწრები, ვაშუქებან ჩემი სტუმრები არიან და უფრო მეცაც ვიტყვი ამ ჭრილში ძალიან საინტერესო თემაა Eagle Hills-ის ნაწილი და ძალიან საინტერესო кейსია ამ კუთხით. თუ დავაკვირდებით ჩვენ ინვესტიცია ხშირ შემთხვევაში წარმოგვიდგენია და ეს სხვათა შორის ჩემი მინუსი იყო რომ მხოლოდ ფინანსურ ნაწილზე ვისაუბრე, ინვესტიციის ერთ-ერთი დიდი უპირატესობა არის ცოდნა და გამოცდილების შემოტანა, მათ შორის ცოდნა და გამოცდილების შემოტანა, განათლების კომპონენტის შემოტანა დეველოპერულ სექტორში. ჩვენ ამასაც ველოდებით, მე პირადად მაქვს ამის მოლოდინიც Eagle Hills-ის შემთხვევიდან და საინტერესოა რომ კომპანიები რომლებიც შეიძლება კონკურენტად აღიქვამენ თავარ, ასე ვთქვათ, მოთამაშეს, უმსხვილეს მოთამაშეს ბაზარზე Eagle Hills აღიქვამენ როგორც დამატებით შესაძლებლობა დარგში განათლების, გამოცდილების, რესურსების და საქართველოს ცნობადობის გაზრდის მიმართულებით. ბატონო ზურაბ, რამდენად დაგაკმაყოფილოთ პასუხმა და თუ გაქვთ სურვილი შეგიძლიათ რომ რეპლიკის სახით თქვენი პოზიცია დააფიქსიროთ. ანუ ძალიან ცალსახად გაირკვა რომ ჩემი კითხვა იმაზე რომ რანაირად მოხდება ქართველების დასაქმება თუ უკვე დეფიციტია მუშახელის და სხვები შემოყვავს, მაგაზე რომ პასუხი გამეცა რომ განათლების რეფორმა, ამან ცალსახად აჩვენა რომ სინამდვილეში ქართველების დასაქმება არ მოხდება, იმიტომ რომ მუშახელის დეფიციტი ქართველის ბაზარზე არ არის გამოწვეული აი ეს განათლების სექტორში პრობლემით, გამოწვეულია იმითი, რომ ხელფასები მაგ სექტორში არის დაბალი. იმიტომ რომ მაგერ აი პირად გამოწვეულია მე თქვენ მართალბრძანდებით. ხო, იმიტომ რომ აგერ პირად გამოცდილებას გეტყვი, ჩვენთან მუშაობს ახალგაზრდა, რომელიც პოლონეთში წავიდა 6 თვით, იქ იმუშავა და ეგ იმას ნიშნავს, რომ ადამიანი არ ერიდება ფიზიკურ შრომას და იქ იმუშავა და საქართველოში იმიტომ კი არ მუშაობს, რომ მას ან კვალიფიკაცია აკლია, ან არ ეთაკილება, არა, უბრალოდ ხელფასი აქაური არ აკმაყოფილებს და ამიტომ შემოყვავს უცხოეთიდან ხალხი, რომელიც მაგ ხელფასზე თანხდება. შესაბამისად, ამაზე პასუხი რომ განათლების რეფორმა მოხდება, არ აგვარებს მაგ თემას და შესაბამისად გაირკვა, რომ ქართველების დასაქმების თემაში რაც წარმოგვიდგინეს ეგ არის. პასუხმა არ დაგაკმაყოფილოთ შესაბამისად. თქვენ ხო ახსენეთ აი სხვა кейსი თუ გახსენებოდა, მე მახსენდება ეს სხვა кейსი არის ნამახველი, სადაც თქვენ ორივეს მიგიძღვით პასუხისგებლობა ამ პროექტის ჩაგდებაში და იმ ზიანში რაც შემდეგ ქართულ მხარე მიიღო. თქვენ თუ გზნობთ ამაზე პასუხისგებლობას. სინამდვილეში ნამახვან ხესის მაგალითი, ეგ არის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ჩვენი პოზიციის გასამყარებლად და გეტყვით რატო. ზუსტად ასევე ხელშეკრულება, რომელიც არის კომერციული საიდუმლოება, მთავრობა გამოდის და ძალიან მაგარი პროექტია, ხდება მე მოსახლეობის პროტესტი,
მერე ეს ხელშეკრულება ჩერდება და გამოდის მთავრობა და გვეუბნება რომ ეხლა გავერკვიეთ თურმე ეს კარგი პროექტი არ ყოფილა. ესეთი გამოცდილება რო გვაქვს ეხლა მსგავს პირობებში რო ვსვავთ კითხვებს სხვა პროექტზე რომელიც მსგავს პარამეტრებს ატარებს თავის თავში ეგ აბსოლუტურად ლოგიკური არის ეგ ერთი და მეორე თქვენ ორივე ჩემი აზრით ვერ აცნობიერებთ სინამდვილეში ჩვენი ფლანგის რეალური კითხვა და შეკითხვა მან რა არის ჩვენ არ ვაყენებთ საკითხს ისე რომ ამ პროექტის განხორციელებით ფული არ დაიწერება რა თქმა უნდა კაცო ეგ რა მთელი ქვეყანა რო გავყიდოთ საერთოდ მაგარი შემოსავალი შემოვა ბიუჯეტში მაგრამ ჩვენი ფუნდამენტური განსხვავება რაშია ჩვენ ვამბობთ რომ ყველა ინვესტიცია კარგი არ არის ისე როგორც ფულს უნი არ აქვს ეგ მიდგომა არ ვარქა ანუ ინვესტიციები უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან მაგალითად ზუსტად იგივე ადამიანს ალაბარის მაგალითად არ ვიცი აი თბილისის ავიამშენებელ ქარხანაში რო ჩაედო ინვესტიცია და ეთქვა რომ აქ რა ვიცი ბოინგის ნაწილებს მე ვიქნებოდი პირველი ადამიანი რომელიც ვიტყოდი რომ რა მაგარი პროექტი ჩვენ პრობლემა გვაქვს კონკრეტულად არა მარტო ამ თემაზე, არამედ მთლიანად დეველოპერულ სექტორზე, რანაირი პოლიტიკაც აქვს ქართულ ოცნებას, მაგაზე, რომ ესეთი მიდგომა, რომ მარტო აქ სახლების აშენებას და იქ მათ შორის დიდწილად უცხოელებზე გაყიდვას ეძახიან აქ ინვესტიციას და არა ქვეყნის რეინდუსტრიალიზაციას, მაგ მიდგომას არ ვეთანხმებით ჩვენ. აი ეგ არის განსხვავება სინამდვილეში. ბატონო გიორგი, თუ გაქვთ რა თქმა უნდა შეკითხვები, უფრო შეჯამების ნაწილში უფრო შეკითხვა არ მექნება, უფრო რაღაცნაირად მინდა რომ დამამშვიდებელი გარემო შევქნა ამ ნაწილში. ეხლა თუ ქუჩაში რო გადიხართ, უცებ უცხოელები მურგიან. ძალიან უცხოელები მოგდებენ ერთ-ერთი გამოთქმის. ეხლა იგივენაირად მაწყვეტინებ. ნახეთ მე როცა ბოდიში ხომ მოგიხადეთ რომ შეგაწყვეტინებ. არა, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მაგ ეფექტს გრძნობს. თქვენ შეიძლება ვერ გრძნობთ, მაგრამ მოსახლეობა ერთი-ერთია ეხლა მე გავაწყვეტინე და გრძნობს. კი. ეფექტს თქვენ ამბობთ რომ ამას არ შეტყობია, შეეტყო. კარგით. თუ ჩვენ ავიღებთ გასული წლების მაჩვენებლებს და ესეც უნდა ვთქვათ, რომ მხოლოდ 4 წელიწადში ამ შემთხვევაში უცხოელებმა შეიძინეს 60,000 კონკრეტული ფაქტი. ბინა და ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ უდიდესი ნაწილი არის საინვესტიციო პატივცემულებო. შეეტყო ქვეყანას. დავასრულებ ამ ნაწილს კიდევ ერთხელ რასაც თქვენ შეეტყობას ამბობთ, იმას შრომის მიგრაციის ნაწილი ქვია, ამას ერთმანეთში ნუურებთ საინვესტიციოს და შრომის მიგრაციის ნაწილს აქაც ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ ეს ორი ნაწილი და მეორე კიდევ ერთხელ კითხვა ორივე ბატონთან, ჩემი თუ არ გჯერათ. კიდევ ერთხელ იცნობთ თუ არა სრულ სახელწოდებებს მეტყვით თუ არა სამი ორგანიზაციის AMF-ის, EBRD-ის და S&P-ის და მათი დასკვნებიდან თქვენ რა დასკვნა გამოიტანეთ მადლობთ. კონკრეტული შეკითხვა მაქვს. დავიწყოთ. კაი, მარტივად ჩემთვის გასაოცარი რა არის იცით? სხვა თემაზე ვლაპარაკობ. კითხვა და ჩემი პრეტენზიების შინაარსი სხვა არის და თქვენ მელაპარაკებით არა თქვენ შეიძლება ჩემი პასუხი არ მოგწონთ, მაგრამ ჩემ კითხვაზე მინდა პასუხი. ხო და პასუხს გცემთ და გავიგე რომ არ მოგწონთ ჩემი პასუხი. არა, მომწონს, გიждდები, სუგისმენთ. მიხარია, ძალიან მიხარია. ეხლა მომისმენთ. მეც შემიძლია ეგეთი ფორმატით გელაპარაკოთ, მაგრამ არა კონტრპროდუქტიული არის ეგეთი შპილკაობა არ ვარქა. ეგ ერთი. ეხლა მეორე. მოდი ესეთი რაღაცა ვთქვა. მე როცა ვსაუბრობ, რომ უაზროდ ცუდი დემოგრაფია გვაქვს და ამასთან ერთად ქართული ოცნების მმართველობის პირობებში მე-4 მილიონი მიგრანტის რაოდენობა დაგვემატა და რო ვამბობ რომ ესეთი ეკონომიკური მექანიზმები რაც საქართველოში მოქმედებს ამ ტენდენციას გააგრძელებს. თქვენ რომ მაგაზე მიპირისპირებთ რომ აი ამ ორგანიზაციამ ეს კვლევა გააკეთა იმ ორგანიზაციამ მე საერთოდ არ დამიყენებია ეჭქვეშ ის საკითხი რომ ამ პროექტებით ფული იწერება. საერთოდ ეგეთი შინაარსის ესეთი არგუმენტი რომ ჩვენ რო ეხლა რაღაცას ვაშენებთ მე მათ შორის უცხოელებს ვყიდით და ამითი ფული შემოდის და მე ვამბობდი რომ არ შემოდის ეგეთი არგუმენტი არ გამიჟღერებია სხვა რამეზე ვლაპარაკობ აქედან გამომდინარე თქვენი მთავარი არგუმენტი თუ ის არის რომ ესეთი პროექტები ფულს წერს მაგაზე შევთანხმდით კაცო მაგაზე პრობლემა არ აქვს უბრალოდ მე ვამბობ რომ ესეთი ეკონომიკური მიდგომით მაგის გარდა გაჩნდება რა პრობლემა გეტყვით აი ჩვენი ბატონი პრემიერი რო ამბობდა რომ ბერლინში მუჰამედი არის ერთ-ერთი ყველაზე კი არა და პირველი სახელი და რომ ამბობდა რომ ეს რა ნეგატიური მოვლენაა იგივე მექანიზმები იაფი მუშახელის შემოყვანის როცა შენი ასე ვთქვათ არ ყოფნის იმის მაგივრად რომ გაძვირდეს საქართველოში მუშახელი და ჩვენი პოლიტიკური პარტიის ამოცანა რომ საქართველოში მუშახელი გაძვირდეს ეგ რას ნიშნავს იცი ქართველებს რომ ხელფასი გაეზარდოს მაგას ნიშნავს ანუ მუშახელი გაძვირდეს ნიშნავს რომ საქართველოს მოქალაქეს გაეზარდა ხელფასი და მაგის მაგივრად რომ ჩვენ პრიორიტეტი გვაქვს
რომ უცხოელი იაფი მუშახელი შემოიყვანოთ, ეგ გამოიწვევს მაგებს. დაზუსტება მინდა. ეგ არის ჩემი მოგვიანებით არ განსხვავდება. სწორად გავიგე რაღაცა მინდა რომ დავაზუსტო პასუხი. ნახეთ, იცი რა მაინტერესებს, ეხლა გისმენთ და რაღაცა გრძნობ თითქოს აი რაღაცა რეკალიბრაციას თქვენი პოზიციის. აქამდე კონკრეტულ პროექტზე გქონდათ მთელი რაღაცა დემონიზება გაკეთება. არა, ეხლა უკვე თუ სწორად გავიგე, თქვენ მთლიანად აკრიტიკებთ აი ამ დეველოპერულ პოლიტიკას, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს, იმიტომ რომ არა, აქცენტი აღარ აქვს გაკეთებული. ეხლა ხო იგილ ჰილზე არ თუ არ ჩვენ შეკრებილები და იმ ბრალდებებზე, რაც მთელი ამ თემის განმავლობაში პროცესის ნაწილია და მნიშვნელოვანი ნაწილია. აქამდე ფოკუსში იყო მხოლოდ იგ ჰილსი და ეხლა უკვე ლაპარაკობ ზურა მთლიანად, რომ აი ნახეთ, ეს რო შენდება ის უცხოელები რო გამოდის, რა თქმა უნდა მოგება იწერება, მაგრამ ამითი ეს რატომღაც მიმულია იმაზე და ბატონმა გიორგიმ სწორად ახსნა, რომ ის რო ვიღაცა ყიდულობს უცხო ქვეყნის მოქალაქე, ხო? ეს საინ მეორადი ინვესტიცია ქვია ამას და საინვესტიციო ყიდულობს, ეს არ უდრის იმას, რომ აქ მოსახლეობა ჩამოდის. ამაზე უკვე ხელისუფლებამ არაერთი მექანიზმი ჩართო, ხო? ესე იგი გამოდის, რომ ამას ეწინააღმდეგობით, უბრალოდ თუ გძნობ წინააღმდეგობას რა შინაგან. ერთის მხრივ ესეთი განვითარება და მშენებლობა არ მოგწონთ და მეორეს მხრივ გინდათ დასაქმებული შემოსავლის ზრდა. თუ კონკურენცია არ იქნა, თუ მშენებლობა არ იქნა და ინვესტიცია არ იქნა პირველადი ამ შემთხვევაში, ეს რანაირად მოხდება? ჩვენი ერთ კითხვა როგორ მიხარია რომ გადავედით უკვე შინაარსობის მსჯელობას. ნახეთ, Alt-Info ჩვენი მედია ჯგუფი რაც გაჩნდა, იმის მერე ჩვენ ამ თემაზე ვაქტიურობთ. საერთოდ არანაირი იგილ ჰილსი რო არ იყო, რატო? ყველა კონსერვატიულ ძალას სოფლიოში არაბულში შევიდეთ დაწეული და რიტორიკაში და არაბიზაცია რას ნიშნავს თუ გინდა მაგასაც გეტყვით, მაგრამ აქამდე ეგ მოსმენილი მაგ და კაია რო სხვა მოდი, მაგრამ არაბიზაცია არის კრედიტი ტერმინი, მაგაში მაგალითად უნებით რო არ გვაქვს ქრონომეტრაჟი აქვს გადაცემას კონკრეტულ თემა არის, რაც ვარსებობთ ამ woke სიგიჟეების გარდა და გლობალისტური სიგიჟეების გარდა LGBT რაღაც სულებზე და ყოველთვის ჩვენ დღის წერში გქონდა ეგ თემები. სიუჟეტები კეთდებოდა სხვა პროექტებზე. ანუ ეს ჩვენი მუდმივი თემა არის. თქვენ შეიძლება არ იცნობთ მაგას, მაგრამ ვინც ჩვენი მაყურებელია იცის რომ ამაზე სულ აკეთებდით, ამიტომ იმას არ მივიღებ რომ თქვენ ხა დაიწყეთ ამაზე ვლაპარაკობდით სულ და სულ ეს გქონდა და მეორე როგორ უნდა მოხდეს მარტივად იმის მაგივრად რომ ჩვენ უცხოეთიდან იაფი მუშახელი შემოვიყვანოთ, ჩვენ უნდა დავუყენოთ ბიზნეს საკითხი ესე რომ პატივცემულო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. ჩვენ არ შემოვიყვანთ უცხოეთიდან იაფ მუშახელს, არსებული კადრების მიმართ თქვენი სახელმწიფო პოლიტიკა არარაციონალურია, იმიტომ რომ უცხოეთში მიდიან და იგივე საქმეს აკეთებიან, ამიტომ ადაპტირდით და გაუზარდეთ საქართველოს მოქალაქეებს ხელფასი, ეს რა პრობლემას ჭრის თან? რო ვამბობთ რომ საქართველოსთან ხალხი გარბის უცხოეთში, მაგისი გაჩერების ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი საშუალება ის არის რომ აქ ხელფასების ზრდა დაიწყოს და ქართული ოცნება კახა ბენდუკიცის სახელობის ეკონომიკურ პოლიტიკას რო აგრძელებს დღემდე დადგა დრო ნელ-ნელა დავაყენოთ საკითხი ისე რომ მარტო ქართველი ბიზნესმენი კი არა, ქართველი დასაქმებულიც ადამიანია, მისი ინტერესებიც გასათვალისწინებელია და იმის მაგივრად რომ ეს ქართველი დასაქმებული ჩავანაცვლოთ უცხოეთიდან ჩამოყვანილი იაფი მუშახელით, ჯობია დავაყენოთ საკითხი ისე რომ ამისი ხელფასი გაიზარდოს. ამაზე რომ მუშაობ დაფუძნებით და ნუ ვხვდებით რომ ეხლა რაც საერთოდ რიტორიკა რას ქვია ეგ არის ნორმალური მიდგომა, ნორმალურ ხელისუფლებაზე ბამიშვენებლობას შემკითხვაზე ყოფასობაში. ეს ხო გესმით რომ აბსურდია, ეს არ ხდება ეს. ეგ არის სწორი პოლიტიკა, რომელიც საქართველოს ჭირდება. შემდეგ უკვე ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა საქართველოში უწყვეტად გრძელდება, ნაცებისგან რაც ბევრი რამე გადმოიბარეთ. ერთ-ერთი რაც გადმოიბარეთ, ეს არის ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა. დისკუსია ამასობაში უახლოვდება დასასრულს და მე მაქვს ამჯერად თქვენთან შეკითხვები, მოვისმინეთ თქვენი არგუმენტები, მოვისმინეთ პოზიციები, მოვისმინეთ კრიტიკა, მოვისმინეთ შეკითხვები და პასუხები. ხომ არ მოვისმინეთ ისეთი არგუმენტი, ან ისეთი პოზიცია, რაც აზრს შეგაცვლებინებდათ, ან გარკვეულ კორექტირებას მოახდენდათ თქვენი პოზიციის და შევაჯამოთ ამასობაში. ბატონო ზურაბ, გისმენთ. რა იყო ახალი? ჩემთვის მართლა იყო რაღაც მომენტი ახალი და მე მინდა აი დასაწყისში გადაცემის იყო ძალიან საინტერესო რამ. ითქვა ესეთი რამ, ბატონმა ალაბარიმ თვითონაც განაცხადაო, რომ ესეთი ვაიუშველებელი თუ არის, მოდი ამ ხელშეკრულებას აგერ მე თანახმავარ მოხსნათ ეს საიდუმლოების კომერციული თემაო და აგაშენათ ღმერთმა. ნახეთ, თქვენ ხო ამბობთ, რომ ჩვენ მანიპულირებთ ამით. მე მოგიწოდებთ თქვენ. წაგვართვით მანიპულაციის საშუალება. თუ ბატონი ალაბარიც თანახმაა, რომ ამ დოკუმენტს მოეხსნას ეს კომერციული საიდუმლოების თემა, რაც თქვენ თქვით და მე მიხარია, ძალიან კარგია. ერთადერთი დარჩა სახელმწიფოს ნება. და მოდით რა თქვენ ხო ამბობთ, რომ ჩვენ მანიპულირებთ. წაგვართვით ამ მანიპულაციის საშუალება, გამოაქვეყნეთ ეს დოკუმენტი. ანუ ხელშეკრულებაზე საიდუმლოს მოხსნის პირობებში შესაძლებელია და პერსპექტივას ხედავთ იმის, რომ შესაძლებელია პოზიციები დაახლოვდეს. რა თქმა უნდა, თუ ამ ხელშეკრულებაში პოზიტიური რაღაცეები წერია, შეიძლება
კითხვების ნაწილი მოიხსნას. მაგალითად მე აქ ვერ მოვასწარი საუბარი იმ რაღაცებზე, რაც ჩემთვის ასევე კითხვებს იწვევს. ხო, ანუ ეს ინვესტიცია რამდენი უნდა აშენდეს და რა ციფრებსაც პრემიერი გვეუბნება, რაღაცეებს თან არ ჯდება. მაგაზე მე შეგვიძლია კიდევ ვისაუბროთ. მაგრამ აი თქვენი პოზიცია ჩემთვის იქნება თანმიმდევრული თუ მართლა ალაბარის თანახმა მოხსენით გრიფი ამ თემას. მე წეგან მოახსენეთ ნამახვარი. იქაც ხელშეკრულება მოგვეცით. ხელშეკრულება გახდა პირველი სპეკულაციის ნაწილი. ვისმენდით აბსოლუტურ სიგიჟეებს, რომ აი ეს ქართული მიწა, რა შუაშია, მიწა ზურგზე იყიდებდა ვინმე ეს. იქაც ლაპარაკი იყო, რომ ჰესი თუნდაც სადაც უნდა გაკეთდეს, წყალსაცავი. იქ თუნდაც თურქების ჩასახლება იგეგმებოდა. უამრავ სიგიჟეს ვისმენდით მაშინ, უამრავ სპეკულაციას და მანიპულაციას. სწორედ ეხლა ზურა გეტყვი. ეგ პროექტი არ ვარგო. ეგ არ არის, ეგრე არ არის პროექტი არ ვარგო და ამ პროექტზე არ ვსაუბრობ. ეგ არის ძალიან ცუდი რა საუბრობს ამ პროექტზე. და ისე ლაპარაკობს, გეგონება ქართულ ოცნებას ეგ პოზიცია არ დაუფიქსირებია. ანუ როგორ არის ღარიბაშვილმა გააუქმა და ღარიბაშვილმა შეცვალა არ გააუქმა. ჩემთვის მაგალითად გახარიათ თქვენი პრემიერ-მინისტრი, ღარიბაშვილის თქვენი პრემიერ-მინისტრია და იმათი გაკეთებული განცხადებები, იმათი გაკეთებული განცხადებები ეხლა თქვენზე იჭირეს, ხო? ამიტომ ეხლა თქვენ უნდა იყოთ თანმიმდევრული. მაშინ ხო თანმიმდევრული. ქართული ოცნების განცხადება რომ ნამახვა ეს იყო ცუდი პროექტი, როგორ არ არის კაცო პირდაპირ განცხადება შეგიძლიათ მე გადავამოწმოთ.